განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ასევე ჩატარდება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში. აპლიკანტების საბუთების მიღება 3 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნელიც ქიტივშვილის თქმით, აღნიშნულ კონკურსში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩაერთვება, რაც ხელს შეუწყობს განათლებული და კვალიფიციური კადრების აღზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდების სწავლა საზღვარგარეთ და აგრეთვე საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება. რაც ჩვენი ძირითადი ინტერესი მაინც არის სტუდენტების გაგზავნა საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის, რომ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება და შემდეგ თავის ქვეყანას დაუბრუნდნენ მაღალი კვალიფიკაციის